ლონდამ თქვა, ამას ასეთი პასუხი გასცა, რომ მე არასამთავრობო სექტორში კი არ ვმუშაობდიო. საერთოდ სხვა ქვეყნის დაქირავებული ვიყავიო, აგენტი ვიყავი, პირდაპირ რომ მათი, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს აგენტობას. ახლა უფრო არის ის აგენტი ვიდრე მაშინ, როცა GIZ-ში მუშაობდა. მაგრამ ფაქტია, რომ ის დეფინიცია, რაც ქართულმა ოცნებამ განუსაზღვრა არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო ფონდებსა და ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებს, მათი გაგებით ნიშნავს ქვეყნის ღალატს, აგენტს და ასე შემდეგ. რატომ დასჭირდათ გრანტების შესახებ კანონის ამ ტიპის გაფართოვება და რას უქადის ეს, რა საფრთხეებს უქმნის იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკაში მოსვლას კი არ გეგმავს, ვინც უბრალოდ ნათესავებისგანაც იღებს ფულს საზღვარგარეთიდან, ან რა ვიცი, მუშაობს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. კი ბატონო, მოგესალმებით თეა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და შევეცდებით ცოტა უფრო კონტექსტში რომ დავინახოთ ეს ყველაფერი, ხო? ძალიან მარტივი დასანახია, რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას სურს ამ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება. და მათ მიერ ამ წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები ყველა მიმართულია აქეთკენ. ერთი, რომ ქვეყანაში არ ისმოდეს განსხვავებული აზრი და მეორე, ქვეყანაში არ იყოს პროტესტი იმ ნაბიჯებზე, რა ნაბიჯებსაც ისინი დგამენ. და ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებები რუსული კანონიდან დაწყებული ყველაზე ნათელი ეს იყო, ხო? მიმართულია იქეთ, რომ ყველა სფერო, სადაც განსხვავებული აზრი ისმის და სადაც არ არიან მათზე პირდაპირ დაქვემდებარებული ადამიანები, ბოლომდე ჩაახშონ, დაადუმონ და გაანადგურონ. და რას ნიშნავს ეს? დავიწყოთ, ერთი არის სამოქალაქო საზოგადოება, დაიწყო რუსული კანონით, შემდეგ ივანიშვილის ფარა, გრანტები და ეხლა ამ კანონმდებლობაზეც ვისაუბრებ აუცილებლად. მეორე ეს არის პოლიტიკური ოპოზიცია. ჩვენ ვნახეთ ამ მიმართულებითაც გადადგმული ნაბიჯები და ასევე გამკაცრებული კანონმდებლობა და ფაქტიურად მათ აკრძალვასაც კი უპირებენ. მესამე ეს არის მედია, სადაც ისმის განსხვავებული აზრი და მედიაზე თავდასხმებთან ერთად ჩვენ ვხედავთ ასევე მედიის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას, საჯარო მოხელეები მაგალითად, ვინც გაბედა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გამოთქვა მოსაზრება, იქაც გაამკაცრეს კანონმდებლობა, ახლა განათლება, სადაც ისმის განსხვავებული აზრი, ხო? ეხლა განათლების სისტემის უკიდურესი რეფორმა და მაგალითად აი ბიზნესი თუ კი სადმე დარჩა კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თქვათ ღიად უჭერენ მხარს კრიტიკულ მოსაზრებას, ახლა მათი განადგურებაც. ამიტომ ესე რომ შევხედოთ, სხვადასხვა ნაბიჯებს დგამენ და უფრო ამკაცრებენ იმისაც, რომ გააჩვმონ ყველა, მაგრამ არ გამოდის და ამიტომ უფრო და უფრო ამძიმებენ. აი ბიზნესს რომ შევეხოთ, ხო, ახლა დღევანდელი ხელისუფლება გააქტიურებულია ფასებზე საუბრის მიმართულებით. პარალელურად ამბობს, რომ თუ ქვეყანაში მეწარმე, ბიზნესმენი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს ან თავის სიმპათიას გამოხატავს, ის დაჯარიმდება 20,000 ლარით და მე მგონი შემდეგზე ტურბოციტურად. ხო, მე მგონი პატიმრობა. როგორი აბსურდია ეს, ხო ნიშნავს, რომ აბსოლუტური უგულებელყოფა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების. ანუ და დასჯა. ქვეყნის ეკონომიკა ხო დგას ბიზნესს. რა თქმა უნდა. ესენი ხო ამაყობენ იმით, რომ რაღაცა ეკონომიკური წინსვლა აქვს და ასე შემდეგ. თუ ქართული ოცნება, ქართულ ბიზნესზე, ქართულ ეკონომიკაზე დგას და არა რუსულზე და თუ მართლა არ გავხდით რუსეთის უკანა ეზო და შავი ხვრელი, მაშინ რატომ ცდილობენ აი ეს ტოტი მოიჭრან, რასაც თვითონ სხედან? ბიზნესი, სახელმწიფო და ურთიერთკავშირი, რაც ყველაზე დიდი პოლიტიკაა შეიძლება ითქვას. კი ბატონო, მე ესე ვხედავ, რომ ჯერ შედარებით კიდევ დაკლები ნაბიჯებია ეს ბიზნესთან მიმართებაში და არ გამოვრიცხა უფრო მკვეთრ ნაბიჯებსაც. ეს გამაფრთხილებელი ჩვენ ხო ვატყობთ, რომ ნელ-ნელა აკეთებენ ამ ყველაფერს. კარგი, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება არ იყოს, თქვა ბიზნესისთვის ეს საჯარო დაფიქსირება პრობლემა. ან ვის ემუქრებიან ამით? კერძო სექტორს, რა თქმა უნდა. ერთადერთი ფული, რომელიც ქვეყანაში იქნება, უნდა იყოს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის და სხვა ფული თუ იქნება, ისიც მათთან უნდა იყოს დაკავშირებული და არანაირად არ შეუწყოს ხელი მაგალითად განსხვავებული აზრის პოზიციას. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ იგივე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დგას მათ შორის შემოწირულობაზე, ხო? და აქ შესაძლოა ადამიანებმა შესწირონ, რომელიც კერძო სექტორში არიან და ასე შემდეგ. რომ არ იყოს ფული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ არ იყოს ფული მედიისთვის, მაგალითად სამოქალაქო საზოგადოებას თუ აგვეკრძალა უცხოეთიდან დაფინანსება, ხო შეიძლება რომ ადგილზე ბიზნესმენებმა თქვათ გადაწყვეტონ. ჩვენ ძალიან ბევრი ქართველი ბიზნესმენი ვიცით, რომლებიც არიან ქართული ოცნების შემომწირულები. ეს სასჯელი მათაც ემუქრებათ თუ აუცილებლად შერჩევითი. ისევე როგორც სხვა შემთხვევაში მე მგონია რომ აქაც რა თქმა უნდა შერჩევითი იქნება და ერთს დავამატებ აი ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ნახეთ მათ იმედი ქონდათ რომ ამ ცვლილებებით რომელიც სამოქალაქო
ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღეს, გააჩერებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ვერ შეძლეს. გახსოვთ ალბათ, როდესაც რუსული კანონი იყო, ჩვენ მაშინ პირდაპირ ვთქვით, რომ არ ვაპირებთ და ვებორჩილოთ რუსულ კანონს, იმიტომ რომ ეს არ არის. არ დავრეგისტრირდებით? კი ბატონო, სამოქალაქო საზოგადოება მიუხედავად წნეხისა და მიუხედავად რა თქმა უნდა პრობლემებისა, მაინც აგრძელებს ამ ქვეყანაში მუშაობას, ადამიანის უფლებების დაცვას, მათ კორუფციაზე საუბარს, არჩევნების გაყალბებაზე საუბარს, მათთვის მაინც პრობლემაა, თუნდაც ინდივიდუალურად დარჩენილი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე საუბრობენ და ახლა გვეუბნებიან, რომ აი ნინო დოლიძე, შენ თუ მაგალითად ვიღაცა არ გაქვს სამსახური, მაგრამ გეხმარება, რაღაცას ჩაგირიცხავს, არ ვიცი, ან სხვა ქვეყანაზე მუშაობ და ასე შემდეგ, შენც ვერ შეძლო საუბარი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით კრიტიკაზე. ანუ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, პირდაპირ ვთქვათ, რომ საერთოდ განსხვავებული აზრი არის მოდეს ქვეყანაში და ერთადერთი კეთილი ჭეშმარიტება მხოლოდ ქართული ოცნება იყოს საზოგადოების, ეს არის მათი სურვილი, თუმცა მე მგონია, რომ ისევე როგორც სხვა კანონმდებლობასთან მიმართებაში, ესეც ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ აქ საუბარია ათასობით, 10,000-ობით ადამიანზე, ხო? რომელსაც ეს შეიძლება შეეხოს და რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი მგონია ეს ყველაფერი, ისევე როგორც პროტესტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ კანონების გამკაცრება, ჯარიმები, დაკავება, ტროტუარზე გამოსვლის, მაგრამ მაინც აგრძელებენ ადამიანები დგომას. კი, მაგრამ ლონდონთან ვსაუბრობდით, სანამ თქვენ მოხვდოდით, ამის მიუხედავად, რომ თავისუფალი საზოგადოება ჯერჯერობით ისევ ცოცხალია, ხალხი მაინც შეშინებულია. ნინო, ჩვენ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თავისუფლების სურვილის მოგდვა გამოუადრა თუ გვიან ქართულ ოცნებას. რეალისტურად რომ შევხედოთ, მათი სურვილი ნამდვილად ეს არის, ასევე გარკვეული წარმატებები რა თქმა უნდა აქვთ, იმიტომ რომ ყველა მხრიდან არის რეპრესიები, მაგრამ მე მგონია მაინც რომ არ გამოვა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ერთი ძალა სულ იყოს ხელისუფლებაში და აუცილებლად მგონია რომ დადგება დრო, როდესაც მე კიდე მგონია რომ საზოგადოების პასიურობა ეხმარება ქართულ ოცნებას გააკეთოს ყველაფერი რაც თვითონ უნდა. ყოველთვის მეგონა, როცა გელათის პრობლემები გააქტიურდა, რომ გელათის უძველესი ფრესკების ჩამორეცხვას და ამ ჩვენი დიდებული საუნჯის განადგურებას ქართული საზოგადოება ქართულ ოცნებას არ აპატიებდა, მაგრამ ხედავთ, რომ ისინი დღესაც ხელისუფლებაში არიან. მინდა შევეხოთ ამ კანონში არსებულ გარკვეულ ეშმაკებს, რომლებიც დეტალებშია, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები წერენ, რომ მათ შორის საზღვარგარეთიდან დასახმარებლად გადმორიცხული თანხებით შეიძლება გახდეს პატიმრობის საბაბი. აკრძალულია ემიგრანტის მიერ საქართველოში ფულის გადარიცხვა. აკრძალულია YouTube-დან და Facebook-დან ნებისმიერი შემოსავლის მიღება, აკრძალულია IT სპეციალისტებისთვის კონტენტის მიღება და აქედან შემოსავლის მიღება, აკრძალულია იურისტებისთვის ნებისმიერი კონტენტის მიღება უცხოეთიდან, აკრძალულია ტურისტული კომპანიებისთვის უცხოელთათვის სერვისის გაწევა. ძალიან გრძელი სია. ამის საპასუხოდ ხო რა შეგიძლია თქვა რა წერია კანონში, რომელსაც ალბათ მიიღებს ქართული ოცნება ისე როგორც სხვა რუსულ კანონებს. ჩემი აზრით, იმდენად ფართია ჩამონათვალი და ფართეც რომ არ იყოს, იმდენად დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ქართული ოცნება ამას გაავრცელებს ყველაზე, ვისაც დასჭირდება. ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე ვიტყვი. ამ კანონამდეც ვნახეთ ჩვენ კანონმდებლობის გარეშეც და უკანონოდ დაკავებული ადამიანებიც მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ მათ როცა უნდათ ამ ყველაფერს აკეთებენ და ეს კანონმდებლობა მათ შორის არის იმისთვის რომ ადამიანები კიდევ უფრო მეტად შეაშინონ, იმიტომ რომ ახსრულების ნაწილში ჩვენ ვხედავთ რომ კანონებიც კი არ სჭირდებოდა, ისე ხდებოდა ადამიანები გელახასაია ხო რატოა საერთოდ ხო არავინ არ იცის მაგალითად ციხეში, ანუ ამის გარეშეც ხდებოდა ადამიანების დაკავება, თუმცა ეს კიდევ უფრო სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან ცუდად და ნეგატიურად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? ასეთი ტიპის კანონმდებლობა მე არსად არ მახსენდება ანალოგები, 8 წელი აუკრძალო ადამიანს პოლიტიკაში მოსვლა იმის გამო, რომ ის რაღაცა ორგანიზაციაში მუშაობა, ეს არის პასიური საარჩევნებლების ეს თქვენ გეხებათ? რა თქმა უნდა. თქვენზე არის მორგებული? რა თქმა უნდა, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენზე. მაგალითად, ვიღაცა თუ სხვა ტიპის არა პოლიტიკურ საკითხებზე და საარჩევნო საკითხებზე მუშაობა, მაგრამ რა ვიცი, სხვა თემებზე მუშაობდა, თქვათ უცხოურ კომპანიაში, იმასაც ეკრძალება ასე გამოდის. ანუ წარმოუდგენელი შეზღუდვა ეს პასიური საარჩევნო. აი, კრილოვის იგავარაკების მორგება დაიწყო პაპუაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიმართ, მაგალითად ნინო ლომჯარია არის ერთ-ერთი სამიზნემისი თქვენს. ანუ ყველა ადამიანის განადგურებას ცდილობენ მორალურად და ამას ემატება ეს ტროლბოტების ქარხანა, რომლებსაც სწორედ ისინი აფინანსებენ და ესეთი არალეგალური
არალეგალური ბიზნესი მხოლოდ ამ მიმართულებით განავითარეს. აი საკანონმდებლო კუთხით ერთს დავამატებ, ანუ რაღაც აი მართლა წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ და მე სულ ვამბობ ამ ბოლო დროს, რომ უკვე კანონებზე ლაპარაკი გახდა ძალიან სისულელე, იმიტომ რომ აი რაში ჭირდება? ხო, ანუ მიღება როცა შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილება აღასრულონ რაც ხო, ნუ თითქოს მაინც რაღაც საკანონმდებლო ჩარჩოში თავისი ჭკუით ამ ყველაფერს აქცევენ, მაგრამ